საღამო მშვიდობის, ჩემო ძვირფასებო, ჩემო მეგობრებო, ლაივებში კი ვხედავთ ერთმანეთს, მაგრამ ეხლა პოსტზე მიგზავნიან და მიგდებენ, რომ ჭუბერის გვერდზე გავრცელდა და ამ ვიდეოსაც ზუსტად თუ დაადასტურებს ჭუბერის მოსახლეობის ის ჯგუფი თუ დაასტურებს, იქაც დავდებ, ჩემო გვერდზეც დავდებ, რა თქმა უნდა. ქალბატონი ქარდავა ცდილობს ეხლა კიდე დაიწყეს მეზღაპრეობა. არავით არის სვანური კანონი. არც ერთი მედიატორი, ხალხო არ დაიჯეროთ, არც ერთი მედიატორი ეხლა ამ წუთში არ ჩაერევა ამ საქმეში. ამ საქმეში რომელი მედიატორიც ეხლა ჩაერევა, იმას აუცილებლად პოლიციაც მიაკითხავს. ამიტომ არც ერთი მედიატორი არ ჩაერევა მაგ საკითხში. ეს მაგის შანსი იყო, როცა ბატონმა ტარიელმა კვიციანმა შესთავაზათ, მაშინ ბატონმა ტარიელმა კვიციანმა შეუთვალათ, ნატა თქვენთან ძალიან კარგი შემოთავაზებით მოვიდა, მიმართა ყველა იმ დამნაშავის, მე ვიძახი დამნაშავის, არა, ყველა იმ ადამიანის ოჯახთან მოვიდა. დაფიცება, ხატზე დაფიცება მასე ჰაერზე არ ხდება. მე ვისაც გეტყვით, რომელ კაცსაც გეტყვით, რომელ გვარის წარმომადგენელსაც გეტყვით, ნოდარიშერები ვისაც გეტყვიან, ის არა, მე ვისაც გეტყვით, მე ვარ დაზარალებული. რომელ კაცთან, მე კაცი არ მყავს არავინ, რომელ კაცს უნდა დაუფიცოთ, ხალხო? მე კაცი არავინ არ მყავს, რომელ კაცთანაც მე ხატებთან ვინ მიმიშვებს, ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა. ხატებზე კაცებმა დაიფიცონ ქალის წინაშე, ეს აბსურდი არის. ამ საქმეში კაცები არ ჩაერევიან, ჩემი მხრიდან, ჩემი ოჯახის წევრები კაცები არ ჩაერევა. ჩემი ოჯახის წევრი კაცები ქვია რამაზი და რეზო. რამაზი და რეზო ამ საქმეში არ ჩავრევ და ხატებთანაც უკვე ეს ფიცი არის დაასრულებული. მაგის დიდი შანსი ქონდათ მაშინ, როცა დავიწყე მაშინ, ეხლა რომ ქარდა გამოსულა და ლაპარაკობს. 12 მოწმეს დაიყენებს, ნოდარიშერებმა რა პასუხი შემოგითვალეს, არა, სუფთა ბაბუას კანონით მოვალ. 12 კაცი დაიყენოს და რაც ჩამოთვლილი აქვს ბაჩუკი ჩხვიმიანმა დაიფიცოს 12 კაცი მიჭირდება. ერთი კაცი და ორი კაცი არა, მე ვისაც ვეტყვი 3 კაცი ის უნდა დაიყენოს და 12 კაცი მერე დაიყენოს ის ხალხი და დაიფიცონ ხატზე. ჩემთან არ უძალადია, მე არ გაუპატიურები ვარ, ჩემი ოჯახისთვის მსგავსი არ გაუკეთებია. ბაჩუკი ჩხვიმიანს ვინ დაუდგება ხატზე, ხალხო? ეს იცის თელმას ამას სოფელმა. ისეთ კაცებს ისეთ შენს გვარში, შენს ოჯახის წევრებში, ეგერ დაგიყენებ უცებ გურამის და გოგას დაუყენებ იმ წუთას ხატებთან და ვახტანგის დაუყენებ და იგერ იმის ნაირას ძმისშვილებს დაუყენებ და იმ წუთას ნაირას ოჯახს დაუყენებ ბაჩუკი ჩხუმიანს, რომ ჩემს ოჯახთან მსგავსი არ გაუკეთებია და გოგა და გურამი დაუდგეს ბაჩუკის ჩხუმიანს, დაუდგენ ბაჩუკი ჩხუმიანს, გოგა გურამი და ვახტანგი დაუდგენ, რომ მე რასაც ლაპარაკობ და ვაბრალებ, მაგი არის ცრუ და ტყუილზე ვაბრალებ მაგათ. დაუდგეს გოგა, გურამი და ვახტანგი. ხატზე 3 კაცს ვასახელებ ბაჩუკიზე. და ჯიმშერიზე, ვისაც დაგიყენებ გვერდში, იმასაც გეტყვი. 3 კაცს შენი გვარიდან დაგიყენებ და დაგიდგენ ისინი. იმის გარდა კიდე 9 კაცი მჭირდება, რომელიც და 12 კაცზე ნაკლებად უკვე თქვენთან მაგ იმაზე არ წამოვალ. 12 კაცი მჭირდება, რომელიც დაგიდგებათ და თქვენთან ერთად დაიფიცებს ხატზე. და პირველი 3 კაცი იქნება ბაჩუკიდან, გოგა, გურამი და ვახტანგი. დაგიდგენ ხატთან გოგა, გურამი, ვახტანგი დადგენ ხატთან, რომ თქვენ მსგავსი რამე ჩემ ოჯახთან. დაიფიცოს გოგა, გურამი ხატზე იმაზე, რომ ბაჩუკის ეზოში ტანკები არ იდგა, დაიფიცონ იმაზე, რომ მსგავსი ქმედებების გურიში ბაჩუკის ოჯახიდან დაიფიცონ მაგაზე. ეს ეხლა ძალიან გთხოვთ ჭუბერლებს, მე ყველა ჭუბერელი მიყვარს, ყველა სვანი მიყვარს, გიждები ჭუბერზე, ჰაერიც კი მიყვარს ჭუბერის. კამკამაცა მიყვარს ჭუბერის. მთელი სვანეთის წინაშე ვიძახი, ეხლა პოლიცია ხო იძიებს. პოლიციის ეს
სვანური კანონით რო არ გადაწყდება უკვე გამოძიება მიმდინარეობს ისეთი ჯქარი ტემპით რომ ამაზე ლაპარაკი ახლა სისულელი არის მაგრა ხატებიც თუ გინდათ რომ გაიმართოთ თქვენი ცხოვრებისთვის იქ ჩემ მიწაზე ისედაც ბაჩუკის ოჯახს ისედაც არ ვაცხოვრებ კაცო ბაჩუკის ოჯახს ჩემ მიწაზე არ გავაჩერებ მაგრამ თქვენ საერთოდ გურიში ცხოვრება თუ გინდათ და მაგაზე თუ გინდათ რომ თქვენმა შვილებმა ციცხოვრონ გურიში ზუსტად ხატზე დაიფიცოს და დაუდგეს გოგა გურამი და გოგას მამა ეს სამი კაცი სამ კაც კიდე თემური დათო ვარდიშვილები და ნაირას ძმა რომელიც ჩემ თავთან ცხოვრობს პირდაპირ ეს 6 კაცი პირდაპირ ბაჩუკის უსახელებდა მე 6 კაცი ვინც უნდა მას ის დაიყენოს ეს 6 კაცი თუ დაიფიცებს იმაზე რომ მე არ ვიყავი ორსულად მე ცხოვრება არ დამინგრია ბაჩუკი მე ბაჩუკი მარიძალა და ჩემზე ამ ყველაფერზე ეს 6 კაცი თუ დაუდგება მოწმეთ საშუალებას მოგცემ და კიდე 6 კაცი ანუ 12 ლეგნე მარემაკუ 12 კაცი უნდა დაიყენოთ და დაიფიცოთ თქვენ ჩემს ოჯახთან მე რასაც ვიძახი მსგავსი არაფერი არ ჩაგიდენიათ მსგავსი არაფერი არ ყოფილა და იმაზე დაიფიცოს კიდე რომ ბაჩუკი ჩხუმიანს ბავშვთან რამე კავშირი არ აქვს და ბავშვი არ მომიკლა ყველაფერზე მოგიწევთ ხალხო რა ეს ქალი ან გააჩერეთ ან რას აკონცერტავებთ გურამიმ რადგან დაიწყო ამ ამოწევა ჭუბერის თემის და ჭუბერი რადგან ამოწია პირველი რა ქვია ვისაც დაუყენებ ხატთან მოუწევს ამერიკიდან ჩამოვიდეთ და ხატებთან დაგიდგეთ გურამი გოგა და ვახტანგი ჩხუმიანები ამ დროს ვარდიშვილები და ვარდის ძმა და მისი ოჯახი დაგიდგენ ეს ხალხი და დაიფიცონ ხატზე რომ მე რასაც ვიძახი არაფერი არ ყოფილა საერთოდ არაფერი არ ყოფილა ჩემს ოჯახში არ ყოფილა სროლები არ გამიხადეს ბარდელი მაგაზე დაიფიცონ და დაუდგეს გურამი ჩხუმიანი გოგა ჩხუმიანი ვახტანგი ჩხუმიანი ვარდიშვილები ნაირას ძმა ნაირას ძმისშვილები დაუდგნენ და მე 6 კაცი ამას მე დაგისახელებ და 6 კაცი ვინც გინდათ ის დაიყენეთ ეს პირდაპირ გურამის მოვალეობა არის გურამი ჩხუმიანის მოვალეობა რადგან ეს საუბარი წამოიწყო პირდაპირ ვეუბნები გურამი ჩხუმიანი გოგა ჩხუმიანი ვახტანგი ჩხუმიანი დაუდგენ მე ვასახელებ მაგ სამ კაცს და ვარდის შვილებს ორივე ბიჭს და იმ ნაირას ძმას ეს 6 კაცი ჩემგან ნოდარიშერები ვისაც დაგისახელებენ იგი კი არა და ვის უნდა დაუფიცოთ ხატებთან ხალხო ვისთან უნდა მიხვიდეთ ხატების სათხოვნელად მე მაგ საქმეში ნოდარიშერებს არ ჩაოლევ ეს გამოძიება რო დასრულდება მე ისევ გამოვალ ასე საჯაროდ და ისევ სვანეთს უნდა ვთხოვო დახმარება რომ მე სვანური წესით ნოდარიშერებთან მივიდე მე თუ არა ნოდარიშერებს მაგ საქმეში აღარ ჩაორევ უკვე მე ჩაურიენ მაგ ნოდარიშერები იყვნენ ჩარეული და სვანეთმა ნახა მაგათი კონცერტები რას ლაპარაკობთ ხალხო მე ყველა ჭუბერელს პატივს ვცემ არც ერთი ჭუბერელის სახელი და გვარი ისე არ გაჟღერებულა არც ერთი გვარის არც ერთი თემის და არაერთი თემი ხარ და არაერთი გვარი ხარ ჭუბერში გამოდით ერთი რომელიღაცა და დამიწერეთ რომ ნატამ ვინმე შეურაცხყოფა მოგაყენათ ნატა ვინმე შემოგივარდათ ნატას ვინმე თქვენს ოჯახებს შეურაცხყოფა პირიქით ჩემი პატივისცემა თელ ჭუბერს ბაჩუკის ოჯახის ნოდარიშერების ბაკაშერების ჯიმშერის დუდელანების გიასი ცინდელიანების მარადის ლევანის გარდა გამოდით ერთი ჭუბერელი და თქვით რომ ნატამ შეურაცხყოფა მოაყენა ჭუბერს გურიშელებს და რომელიმეღაცა გვარს გამოდით და თქვით ჩემი დიდი პატივი სვანეთს ჩემი დიდი სიყვარული ჭუბერს სადაც დავიბადე და გავიზარდე ჩემი დიდი პატივი ყველა ვაჟკაც ჭუბერში ვინც ცხოვრობთ მაგრამ ეს არ არის უკვე ქალების სალაპარაკო ხატები და მით უმეტეს
პედოფილების ცოლები არ უნდა ლაპარაკობდნენ ხატებზე და ვარებს. ხატებთან სანამ მოხვალთ ხალხო, ჯერ ნათლი მირონობა უნდა იცოდეთ. ეს ერთი, აუცილებლად უნდა იყოს ეს დაცული ნათლი მირონობა. ეს არის, ანუ ნათლი მირონობას რო არ იცავს კაცი, ის ხატზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტი არა, მაგრამ მაინც. სანამ ხატებამდე მიხვალთ ხალხო, მარხვები უნდა გქონდეთ დაცული, მონანიება უნდა გქონდეთ გაკეთებული, აღსარებები უნდა გქონდეთ ჩაბარებული და გაწმენდილი უნდა გქონდეთ სული. ხატები ასე მოკიდო, ეკლესიური უნდა იყო, ხალხი უნდა იყურებდეს, რომ ეკლესიაში მიდიხარ, მოძღვართან მიდიხარ, აღსარებას აბარებ, ეს ყველაფერი გავლილი უნდა გქონდეს. სანური კანონი შეიცავს ძალიან დიდს, მაგანი კაცები ხატ, შენს გამო ხატს ვინ გატეხავს? ეხლა რაც შეეხება ჯიმშერი ბიბლიანს. ჯიმშერი ბიბლიანს ზუსტად იგივეს ვეუბნები. ჯიმშერი ბიბლიანისგანაც მინდა, რომ ჩემთან არც ერთ ასაკში სექსუალური ურთიერთობა არ ქონია, მაგაზე ხატზე დაიფიცოს და ჩემს ოჯახის წევრთან მსგავსი არ ქონია. ჩემს ოჯახში არ გაუკეთებია მსგავსი. მაგაზე დაიფიცოს ხატზე. სამ კაცს მეგისახელებ ბაკაშერების ვაჟკაცებიდან, მე ვიცი ვინც უნდა დაგიყენოს. სამ კაცს დაგისახელებ მე ვაჟკაცებს, ნამდვილად ვაჟკაცები რო არიან. სამ კაცს მე ვისაც გეტყვი, მაგ სამ კაცს უნდა მაგ სამი კაცი ჩემი მხრიდან და დანარჩენი 9 კაცი თავისთავად იქნებით თქვენ, ვინც გინდათ არჩიეთ. სამ ბაკაშერების კაცს მე გეტყვით, სახელს ვიტყვი, გვარს ვიტყვი, იმ ბაკაშერების ისინი უნდა დაგიდგენ გვერდში. თქვენ ხატზე რო იფიცებით მასზე არა, ასე როდერის. როდერისაც 12 კაცი სამს მე ვისაც ვეტყვი ის. ნოდარიშერები რო გითვლიდნენ ისე არა, მე შემოგითვლით როგორც ასტემირი ისე 12 კაცი, სამ კაცს მე გისახელებთ ყველას. სამი კაცი. მის მერე 9 მჭირდება კიდე. ჯიმშერისაც გაქვს შანსი მაგის პოლიციაში თუ არ გინდა 12 კაცი, ლიმორევი გინდა და ლიმორევით გინდათ? ასე იყოს. 12 კაცი დაიყენოს ჯიმშერი ბიბლიანმა, მე ვისაც ვეტყვი 3 კაცს ბაკაშერებიდან. იმის მერე 9 კაცი გჭირდება კიდე, რომელიც დაიფიცებს შენთან ერთად, რომ შენ ჩემთან სექსუალური არანაირი კავშირი არ გქონია და მე შენს ქცილს გწამებ. 12 კაცმა უნდა დაიფიცოს მაგი. ასე არ არის თქვენ რომ ჰაერზე რომ ტიტინებთ და ლაპარაკობთ. ასე არის როდერიც. ასე არის ლევანი, ცინდელიანი. ასე არის გია ბიბლიანს და გია ბიბლიანსაც მოუწევს დაფიცება, ხატებთან დაიფიცებს. დაიფიცოს. დაიყე რა ქვია 12 კაცით. მე რასაც ყვები, მაგაში მონაწილეობა არ მიუღია, არ გაუგონია და არ სმენია. მაგაზე უნდა დაიფიცოს. ასე მარადი ხატზე 12 კაცით და ასე ლევანი ცინდელიანმა დაიფიცოს იმაზე, რომ ის ბავშვი მისი იყო. და 12 კაცი მოიყენოს, პირველი ის მიიყენოს, მისი დეიდაშვილი რო არის. ის მიიყენოს ლევანი. და დაიფიცოს, რომ ის ბავშვი მისი იყო. მაგაზე დაიფიცოს. არ იყოზე არა, დაიფიცოს იმაზე, რომ ის ბავშვი მისი იყო. იმაზე დაიფიცოს ხატზე. ლევანი მისი დეიდაშვილი, რა ქვია იმ ბიჭს არც ვიცი, ცინდელიანი. კიდე 3 სახელს დაგისახელებთ, კიდე 3 ადამიანს ის დაუდგეს გვერდში, რომ ის ბავშვი ლევანისი იყო. ამაზე დაიფიცოს ხატზე ლევანი, 12 კაცი მჭირდება. იქიდან კიდე რომ ჩაცხრეს ეს ამბავი. ასე დაიფიცოს მარადი ცინდელიანმა, რომ რაც იმ სახში ხდებოდა და მე რასაც ყვები, არ გაუგონია, არ მოусმენია და არ სმენია და არც დაუნახია. ამებზე დაიფიცებენ, მასე თქვენ ჭკუაზესა და ხატებზე ფიცი. ყველას მოგიწევთ ხატებთან, ბაჩუკის თუ მოუწია ხატებთან გამოსვლა, ყველას მოგიწევთ მაგგზებით, რომელი გზით გინდათ. ისედაც დაგიჭერენ, ხატებზე რომ ვერ დაიფიცებთ, ისედაც დაგიჭერენ პოლიცია, გამოძიება რო დასრულდება. ორმაგად დაიშჭებით, მაშინ ძალიან კაია ეს თემა რო ამოწიეთ, პოლიციას არ მოუწევს გამოძიება, ძალიან კარგსაც იზამთ და დამეხმარებით პირიქით. თუ დაიფიცებთ და ყველაფერი კარგად იქნება, 12 ლეგნე მარეთი დაიფიცებთ, ყველა ადამიანი ერთი და იგივეს არ გეყოლებათ. ჯიმშერი სხვა
ყველასთვის მყავს შერჩეული ადამიანები, როგორც ბაჩუკისთვის შევარჩინე პირდაპირ გოგა, გურამი და ვახტანგი, ასე მაქვს. იმ ბიჭებს ის სახელს არ ვახსენებ, ხა ბაკაშერების ვინც მაქვს შერჩეული. აი დაგიყენებთ კაცებს, ვაჟკაცებს. ჯიმშერიზე ვინ დადგება ხალხო, ბაკაშერებიდან მინდა 3 კაცი, ვაჟკაცი, რომელიც არას ჯიმშერის სახელსაც არ იტყვიან, ხაზზე დაუდგებიან კი არა. და ასე იმაზე რა ქვია, როდერიზე 12 კაცი. თუ ეს საკითხი ამოწიეთ, კაცო და ჭუბერთან იმართეთ თავი, მე ხო არ გეუბნებით რომ არ დაიფიცოთ, დაიფიცეთ. მე ჩავრევ მედიატორებს, თუ გინდათ, მე ვიტყვი ვინც მინდა მედიატორი ამ საქმეში, ნოდარიშერები არა. მე ვისაც ვიტყვი მედიატორი, ვისაც ვიტყვი ვაჟკაცებს, 3 მედიატორი ჩაერიოს. ზუსტად ბაბუაჩემმა როგორი განაჩენიც გამოუტანა შამილვიბლიანს. მე თუ მაგათთან თყვანი ვიქნები, რასაც მედიატორები იტყვის, რასაც დააწესებენ იმას მივიღებ ჩემ თავზეც, რასაც მომისჯიან იმას მივიღებ და არ გავექცევი არანაირად. იმას დავჯერდები. რასაც მე თქვენ მოითხოვთ, იმას დავჯერდები, იმას შევასრულებ. მაგრამ ჯერ თქვენ 12 ბაჩუკის ისინი დამფიცველები ჯიმშერის არ გამოადგება. როდერის ხალხი ბაჩუკის არ გამოადგება და ყველა გჭირდება ცალ-ცალკე. ყველას მოგიწევთ დაფიცება იცოდეთ. მე ნოდარიშერებიდან რო არა ვარ და ის კაცები რო არა ვარ შეხედავდით. სვანური კანონით თუ გინდათ, მე ზუსტად ჩავრთავ მედიატორებს 3 ადამიანს, ყველაზე ძლიერ ვაჟკაცს. ნუ ყველა ვაჟკაცი ხარ ცვანები, მაგრამ ჩემთვის ეხლა ამ წუთას ადამიანების 3 მედიატორს დაგისახელებთ. იმ მედიატორების ჩართულობით 12 კაცზე ნაკლები მე ერთ ადამიანზე არ მჭირდება, რომელიც დაიფიცებს. დაიფიცეთ და დავასრულოთ. ამაზე მეტი რა გინდათ ეხლა 3 კაცს ჯიმშერის მე ვისაც ვეტყვი, ის უნდა დაიყენოს. მისი შვილი არ ეყოფა მაგას. რო ჩემთან ძალა არ უხმარია კი არა, ჩემთან სექსუალური ურთიერთობა არ ქონია და ჩემს ოჯახთან რამე არ დაუშავებია. მარტო ჩემსაც კი არ ვიძახ ეხლა. ჩემს ოჯახში რამე არ დაუშავებია. ამაზე უნდა დაიფიცოს ყველამ. ჩემ ოჯახთან, ბაბუაჩემთან ყველა სუფთა არის და ნოდარიშერებისთვის ეგი თელ სვანეთის ვაჟკაცებს თქო, ეგი რო დასრულდება გამოძიება და აუცილებლად ნოდარიშერებს ოთარის, რეზოს, თამაზის და თემურის აუცილებლად მოუწევთ მაგაზე, ხატებზეც გასვლა მოუწევთ, ფიციც მოუწევთ, ჩემს ადგილას თვითონ როგორ მოიქცეოდნენ მაგაზე დაფიცება, ნოდარიშერებს მოუწევთ ჩემ წინაშე, ჩემი ძმების წინაშე, აბა როგორ გეგონათ. ნოდარიშერებს აუცილებლად მოუწევთ რამაზის და რეზოს და უფიცონ მედიატორების ჩართულობით ოღონდ. მოუწევთ ნოდარიშერებს დაიფიცონ თამაზიმ, რეზომ, ოთარიმ, თემურიმ, ჯოყოლაშვილებმა ჩემს ადგილზე თვითონ როგორ მოიქცეოდნენ. იმაზე უნდა დაიფიცონ. და 12 მოწმე ზუსტად იმასაც გამოგიჩენთ. მე თქვენ ვინ უნდა დაიყენოთ და ვინ დაგიდგება. თქვენ ვინ დაგიდგებათ და ვინ ახავ. თქვენ რა გეგონათ? მე არავინ არ მართავს. მე ვისწავლე. სად ვიყავის რომ მეკითხებით ამდენი წელი, სად ვიყავი და ვსწავლობდი. გერლიანებს რო ეგონათ რომ ბოზაობდი, მაშინ ვსწავლობდი სვანურ კანონებს. რამაზის რო ეგონა რომ ვიღაცასთან ვარ შეკრული გერლიანს და აწერს ეხლა ნოდარიშერებს უჭერს ხარს, სად ვიყავი რამაზი შენ რო იყავი ჩაფლული წიგნებში, ზუსტად მეც მასე ვიყავი, ოღონდ სვანურში. თქვენ რო კაცობა გაქვთ, იმაზე მეტი მაქვს მე. თქვენ რო კაცები რო იყოთ, ჩემ წინამდე კი არ მოხვიდოდით და დადგებოდით ჩემთან ვაჟკაცურად. დედა ჩემს რაც ჭირს, დედა თქვენიდან ჭირს. და მიტომ მეზიზღებით რამაზიც, რომანიც და მერაბიც. სულ შემეზიზღებით თელი ცხოვრება. მარინას თქვენს გამოჭირს ეს ყველაფერი. არავის არ გაპატიებთ არც მარინას და არც გოჩა რომ მომიკლეს ნოდარიშერებმა. ყოველდღე უძახოდნენ მარინა მოკალი და მოიკლა თავი. ყველას განთხებიებთ ცხვირით. აქამდე არ ვლაპარაკობდი, ეხლა გალაპარაკებთ მე თქვენ კარგად. სვანური კანონი რამხელაზე სუფთა, რამხელაზე წმინდა.
ბაბუა ჩემი მაგ საქმეს ემსახურებოდა მისი მთელი ცხოვრება შეალია მაგ კანონს და მაგ სიწმინდეს და არაერთი სვანის ვაჟკაცმა შეალია მაგ სიწმინდეს და დღემდე მოყავთ მაგი და დღემდე მსოფლიოში ანალოგი არ ყავს ამ კანონს და მსოფლიო ებრძვის მაგ კანონს, სვანურ კანონს. არ თქვათ ხალხო ეს, რომ დაიფიცებენ, არავინ არ დაიფიცებს დამიჯერეთ. არავინ ამხელა სიბინძურეში ხატთან არ დადგება. მაგენი დაიფიცებენ, მაგრამ ის ხალხი არ დაიფიცებს, მე ვისაც ვეტყვის ამ კაცს დაუსახელებ, ისინი არ დადგებიან. ყველა მაგი ხალხო 12 თაობას გადის ხატის გატეხვა 12 შეიძლება შვილი ბაბუას ნაჭამად ყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილებიო არავინ არ დადგება სწორად მოაზროვნე და სვანის ვაჟკაცი ამ საქმეში არავის არ დაუდგება არავის მაგაში დაუდგებიან კიდე ბინძურები ბაჩუკი და ჯიმშერი ერთმანეთს დაუდგებიან მაგრამ მე ვისაც ვეტყვი არ დაუდგება ნებისმიერ ადამიანს ეს ისეთი სიბინძური არის ხალხო ისეთი სიბინძური არის რომ მაქანე ვაჟკაცები ხატს არ მოკიდებენ ვაჟკაცები რომელიც მაგასთან მე დავასახელებ ნებისმიერს ის ვაჟკაცება ჯერ ხატზე უნდა დაიფიცონ რომ იტყვიან სიმართლეს და არაფერ სიმართლის გარდა და დაიფიცებენ იმაზე რომ ბაჩუკი მართალი იყო ჯიმშერი მართალი იყო და იმის სიმართლეში ეჭვეარეპარებათ ხალხო გეხვეწებით რო არიცით მე ყველას პატივს გცემთ თელ ჩემს მეგობრებს Facebook-ი არის თუ TikTok-ი ყველას გცემთ ძალიან დიდ პატივს მე თქვენი მადლიერებიდან და მადლობიდან ვერასოდეს ვერ ამოვალ იმხელა თქვენ მე სიცოცხლე მაჩუკეთ თქვენ მე ყველაფერი მომეცით ამ ქვეყანაში სიცოცხლეში გამოვიარე ჯოჯოხეთის სიცოცხლეშივე გამოვიარე 64 მაგრამ გეხვეწებით ის არ თქვათ რომ ხატებზე დაიფიცებენ ვერ დაიფიცებენ არც ერთი ვაჟკაცი ამ სიბინძურეში არ მიიღებს მონაწილეობას და ხატს არ მოკიდებს ხელი ჯერ ბაჩუკისთან ხატთან ვინ დადგება ხალხო ნატლი მირონობას რო არსცა პატივი იმას ხატს რო არსცემს პატივს და ტყუილზე რო დაიფიცებს მაგ ახლა ყველა მიცის ნატლი მირონობის ძალას პატივი რო არსცა ისეთ ადამიანს ხატთან ვინ დაუდგება და ყველა მიცის რომ ავთო იყო ჩემი ნათლია ეს ერთი ასე ჯიმშერის ისეთ კაცს დაუყენებ გვერდში რომ მისი თვალით რო ყავს ნანახი დედამისი მასთან ამიტომ ისეთ რამეს ნუ იტყვით და ამ სვანურ კანონს ძალიან გთხოვთ რომ ამ სვანურ კანონს ეცით პატივი ეს სვანური კანონი ზუსტად როგორც მიყვარს ბაბუა ზუსტად ისე მიყვარს ეს სვანური კანონი ამ სვანურ კანონს შეეწირა მამაჩემიც მეც და ჩემი ოჯახი ამ კანონის დამცველის ოჯახი შეეწირა ამ ბინძური კანონი რო ჩამოშალეს დაშალეს ნაკუწებად რო აქციეს იმას შეეწირა ჩემი ოჯახი მაგ კანონს ბაბუა რასაც ემსახურებოდა მისი თელი ცხოვრება და მაგაზე არ მითხრათ ხალხო რომ დაიფიცებენ ვერ დაიფიცებენ მე ისეთ ხალხს ჩავრთავ აქან ნოდერიშერებს კი არა მე სვანეთის ღირსეულ თელ ვაჟკაცებს ჩავრთავ მაგ საქმეში ნოდარიშერებთან რო ქონდათ ესე ბინძური ლიმორები კი არ ექნებათ სუფთა სვანური კანონით მოსთხოვენ ის მედიატორები და ზუსტად ჩემთანაც და მაგათანაც ის სუფთა კანონი ჩაერთვება ერთი მედიატორი კი არ მინდა 3-4 მედიატორი ყველაზე ცოტა რომ ეს საქმე შეისწავლონ ყველა თავიდან ბოლომდე და იმის მიხედვით გააკეთონ მაგრამ ასე არა როგორც ჩათვალეთ ეხლა როგორც არის გამომძიებელი და ადვოკატი ჩართული იგივე მოვალეობას ასრულებენ ჩათვალეთ პროკურორი რაც არის ისაა მედიატორი პროკურორი არის სახელმწიფო დონეზე სვანურ კანონში არის მედიატორი პროკურორი და მედიატორი ერთმანეთს შეადარეთ იგი არის უბრალოდ მედიატორის გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს სიკვდილს არ ითვალისწინებს ციხეს ეგ არის გაქვს თავისუფლება და გისჯიან კანონით ან გადასახლებას ან საქართველოს ტერიტორიის დატოვებას როგორც ასტემირმა გააკეთა ამ შემთხვევაში სიბინძურეში შამილბილიანთან გამოიყენა ზუსტად ის სწორი კანონი რომ საქართველოს ტერიტორია დაატოვებია ესაა სისუფთავე მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ სვანურ კანონს რასაც ჩემი ბაბუა ემსახურებოდა მისი ცხოვრება და
და რასაც სცემდა პატიმს და ეთაყვანებოდა სანამ ბაბუა იყო ცოცხალი ნოდარი შერები ვეღარ ლაპარაკობდნენ და ეხლა ზუსტად იმ სუფთა კანონიდან ვითხოვ და იმ სუფთა კანონს ვცემ პატივს მე და იმ სვანეთს ვცემ პატივს ისტორიებს საუკუნეებს ითვლის ეს კანონი და მე თქვენ ამ კანონის თქვენ ბინძურად რო ახსენოთ ყოველდღე პედოფილებმა და მისმა ცოლებმა მაგის საშუალებას არ მოგცემთ მაგაზე ზუსტად უნდა ამოიღოს სვანეთმა და ჭუბერმა ცხმა რომ ესაც ესალაპარაკო ყველა სალაპარაკო და ეს არ არის ადამიანების სალანძღავი და ისე რო თქვენ და გატეხავენ ხატს ეგ არ ხდება ესე ხატი შეიძლება ერთმა ადამიანმა გატეხოს მაგრამ ის 12 კაცი არ გატეხავს ამ სიბინძურეს არ მოკიდებს ხელს მით უმეტეს ის 3 კაცი მე ვისაც ვეთქვი არავინ არ აიღებს მაგას მის თავზე იმიტომ რომ ეს საუკუნეები გადის ყველა მის ოჯახს და მის შულზე იფიქრებს და არ იფიქროთ ხალხო ეს ასე არ არის რომ ხატზე დაიფიცებენ ხატზე ვერ დაიფიცებენ ესე არ არის მე გთხოვთ ჩემს ყველა მეგობარს სვანურ კანონს ეცით პატივი იმიტომ რომ ჩათვალეთ სვანური კანონი აი ყველაზე სუფთა გამოძიება რასაც გააკეთებს სუფთა მოსამართლე რასაც დადევს აი სუფთა პროკურორი რასაც დადებს კანონით გამოძიება ზუსტად ანალოგი არის უბრალოდ ციხეში არ უშვებს აღნიშნავ ციხეში არ გაუშვებს იქნება თავისუფლებაში მაგრამ იმ მიწებზე ვერა გაძევება სვანური კანონი თქვენ არ იცით ხალხო ეს იმხელა სიწმინდე არის რომ მაგას რო ჩაწვდე სვანურ კანონს მე რას ჩავწვდები ჯერ ხალი ვარ და მაგას უნდა განათლება მაგას უნდა ძალიან დაკვირვება პროკურორი მოსამართლე ადვოკატი რო გაერთიანო ის არის რა ქვია იგი რა ქვია ჩვენი მედიატორი როგორც იყო ადრე ეხლა არ ვიცი მაგრამ მე ვისაც დავასახელებ ამ ადამიანებთან მედიატორებად ზუსტად ისეთები არის მე როგორიც უნდა იყოს მედიატორი იმას ვიტყვი რომ ერთი წამით რო არ მეპარება ეჭვი ერთ-ერთს ვიტყვი ერთ-ერთის სახელს ვიტყვი კიციანი არის ზუსტად მაგნაირი და კიდე არის 3 ვისი დასახელება ჩემი ძლია ვისაც ვიცნობ მე რო ბრაზდები ხალხო ვრეკავ მე ბატონ ტარიელთან ვრეკავ რომ ბაბუა ჩემის ხმა აქვს მე მგონია რომ ბაბუა ჩემს ველაპარაკები უნდა არ ვიგონებ მაგას მე მგონია რომ როცა ბატონ ტარიელთან ვრეკავ ველაპარაკები ასტემირს მისი ხმაც რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო რაც არ უნდა გამწარებული ვიყო აი რაც არ უნდა საზიზღარო ხასიათზე ვიყო მისი ერთი ხმა ხო გენაცვალეს რო გეტყვის დამთავრდა იქანე ყველაფერი ამიტომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სვანურ კანონს ვინც ამ სიბინძურეში გურამი ჯიმშერის ოჯახი ეხა გამოჩნდა ის რა ქვია ბაჩუკის მეუღლე თქვენი სალაპარაკო არ არის სვანური კანონი თქვენ ბინძური პირიდან სვანური კანონი არ უნდა ამოდიოდეს და მაგიცის თელმა მედიატორებმა და თელმა სვანეთის ვაჟკაცებმა რომ ეს ასე სალაპარაკო თემა არ არის მედიატორი ჩათვალეთ პროკურორი გამომძიებელი და ადვოკატი რასაც ერთად გააკეთებენ სამივე იმას აკეთებს ერთი და არ ითვალისწინებს მაგი ციხე არ ითვალისწინებს მაგას არ ითვალისწინებს მკვლელობას არის სიცხლის ღვრა არ ხდება და არაერთი კანონი არის რომ დაისაჯოს კიდე არაერთი ის მოყვება მაგას სვანური არის ისეთი კანონი რომ მართლა რომ პატივსაცემი არის უბრალოდ თქვენ არ იცით და მე ყველა ადამიანს გთხოვთ რომ პატივისცეთ სვანეთს სვანურ კანონს გთხოვთ როცა არ იცით რას ნიშნავს სვანური ფიცი ხატები და აქ 12 ადამიანი რომელსაც დაიყენებს გვერდში და მაგის ფიცი ეს სხვა რაღაცა არის ეს არის უძლიერესი და მაგას ამ სიბინძურეში არავინ არ დაუდგება დამიჯერეთ